ფედერალისტები ჩამოვიდით ბათუმში, იმისთვის რომ ბათუმის ცხოვრებლებს გავაცნოთ ოპოზიციის ალიანსი და მისი გეგმები. დღეს მთელი დღე დავდიოდით ბათუმში და ვარიგებდით ალიანსის გამარჯვების გზამკვლევს, სადაც ნათლად არის აღწერილი, როგორ ვაპირებთ რეჟიმის დამარცხებას და რა მოხდება რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მოკლედ ძალიან, მაგრამ ძალიან გასაგებად. პარკში შემოვედით, მიყვარს თან ეს პარკი, ბავშვობაში ვთამაშობდი ხოლმე აქ ხშირად და პრობლემა ის არის, რომ სანამ ქართველები მუშაობენ, აქ ძირითადად სულ არაქართულენოვნები არიან, რუსები არიან და ქართულად ლაპარაკობს ალბათ ყოველი მეხუთე. ეს რაღაცა დამთქმელია. ამ ქალაქში ძალიან დიდი დოვლათი იქმნება და მხოლოდ ბათუმიდან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში შედის 1,5 მილიარდ ლარზე მეტი. როგორ ფიქრობთ, რამდენი უბრუნდება ბათუმს იმ 1,5 მილიარდ ლარიდან? მესამედზე ნაკლები. სადაც ჩავედით, გუშინ ქუთაისში ვიყავით, დღეს ბათუმში ვართ. ამას გარდა ბევრი გვაქვს ნამუშევარი, ხო, ფოთში, სამეგრელოს, სხვა ქალაქებში. ერთი და იგივე პრობლემაა. ყველა პრობლემა არის სისტემური. ყველა პრობლემა უკავშირდება იმას, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა და ყველა არის ცენტრზე, ანუ თბილისზე შეშტერებული, სადაც პარტიული ნიშნით წყდება მერე უკვე იმის მიხედვით, რამდენად ლოიალური ქალაქია მმართველი პარტიის მიმართ, მეტი ფული მისდის, თუ ნაკლებად ლოიალური ქალაქია, ნაკლები ფული მისდის და იჩაგრება და ეს არის ქვეყნისთვის ბორბალში ჯოხის გაკეთება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფედერალისტების მხარდაჭერა, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ ქვეყნის სისტემური გადატვირთვა მოვახდინოთ, ძალა მივცეთ რეალურად ხალხს, რეალური თვითმმართველობა დავამკვიდროთ, იმისთვის რომ რა ფულსაც გამოიმუშავებენ ამა თუ იმ მხარეში, იმ ფულიდან ყველაზე მეტი სარგებელი თვითონ მიიღონ.